საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებასა და გამოწვევებზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ევროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოვიდა. სახელმწიფო მინისტრმა უმნიშვნელოვანეს გამოსვლაში ევროპელ პარტნიორებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის გამოწვევებისა და საფრთხის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება სულაც არ წარმოადგენს გაყინულ კონფლიქტს. ორივე ოკუპირებული რეგიონი აფხაზეთი და ცხინვალი სულ უფრო იზოლირებული და მილიტარიზებული ხდება. განაცხადა ციხელაშვილმა. მოსკოვსა და ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებებს შორის აზზე მეტი ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება გაფორმდა, რაც საერთაშორისო სამართლით მიუღებელია, მაგრამ შავი თეთრზე წერია, რომ რუსეთი სრულ და ექსკლუზიურ კონტროლს აწესებს. მინისტრმა ისაუბრა ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ძალისხმევებზე. სამთავრობო ინიციატივაზე ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რაც მიმართულია დიალოგის, კონტაქტების გაფართოებისა და თანამშრომლობის წახალისებისკენ, რაშიც ევროპარლამენტარების მხრიდან მხარდაჭერა მიიღო. მე დღეს გამოვიყენე ეს ძალიან მაღალი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა წვავე საკითხი, ძირითადი გამოწვევა გამეჟღერებინა, რაც გამოწვეული გახლავთ მიმდინარე ოკუპაციით და გადაუჭრელი კონფლიქტით. დღეს ევროპარლამენტარებს ვესაუბრე ახალგორელების სახელით. მე ვისაუბრე ახალგორელების ხმით, რომ მიმეწვდინა ეს ხმა მათი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, იმ ყოველდღიური განსაცდელის შესახებ, რაც გამოწვეულია ერთადერთი გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვით და ამ ადამიანების სრული იზოლაციით, რაც პირდაპირი გაგებით ემუქრება მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სცდება ყოველგვარ ადამიანურ სტანდარტს. ასევე ვისაუბრა ჩორჩანაში მიმდინარე მცდელობებზე, ბორდერიზაციის, გუგუდიანტკარში გუშინ განახლებულ პროცესზე, რომელიც არის რუსეთის გაყოფის და დაშორიშორების პოლიტიკის ახალი ეპიზოდი, ძალიან ძველი პოლიტიკისა და მე ვთხოვე მათ მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ძალისხმევა, რომ შეწყდეს უსამართლობა, უკანონობა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე ჰუმანიტარული სიტუაციისათვის ადგილზე ათასობით ადამიანისათვის. მე მოვისმინე მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარების მხრიდან. ისინი სრულიად იზიარებენ იმ სულისკვეთებას, რომელიც გაჩნია საქართველოს მთავრობას, რომ მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგვარდეს კონფლიქტები. დაუშვებელია რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან შეგუება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის სრულად მხარდაჭერილი და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, რაც მთავარია, მათ შორის სწორედ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც ევროპარლამენტის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ევროპელმა კოლეგებმა სახელმწიფო მინისტრს ცელი მოხსენებისთვის და მნიშვნელოვანი გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადეს. პარლამენტარებმა შეშფოთება გამოთქვეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ საგანგაშო ვითარებაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურეს. სამწუხაროდ რუსეთის ხელისუფლებისა და სეპარატისტების მხრიდან პროვოკაციები გრძელდება. რუსეთი არ ღვევს და არასრულებს ვალდებულებებს, რაც მას ხელმოწერილი შეთანხმებების თანახმად დაეკისრა. ცოცავი ოკუპაცია, სამხედრო სწავლებები, მილიტარიზაცია, ბორდერიზაცია, ეს ყველაფერი წარმოადგენს საფრთხეს მთელი რეგიონისთვის. დაკეტილია გადასასვლელების, შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება, რის გამოც ადამიანები იღუპებიან. ჩვენ ყველა მივესალმებით ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ათეულობით ადამიანის უკანონოდ დაკავება და დაპატიმრება. ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას და მხარს უჭერთ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების თაობაზე.